გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების 8000 ჰექტარი მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფისათვის 9 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სარწყავ არხებზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მათი დასრულების შემდეგ არხში წყლის გამტარიანობა გაუმჯობესდება და 20 წლის წინ უფუნქციოდ დარჩენილი გამანაწილებელიც აღდგება. სამუშაოები დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სამელიორიზაციო სისტემის კომპანიის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს. არხი მომავალი წლის შემოდგომიდან ამოქმედდება. ამ ხაზის ასევე სათავო ნაგებობის და გამანაწილებელი ხაზების გამანაწილებელი არხების რეაბილიტაციის სამუშაოები საკმაოდ მნიშვნელოვანი სისტემაა ეს ამ სისტემით წყალი რეაბილიტაციის შემდეგ მიეწოდება 10 სოფლის დაახლოებით 8000 ჰექტარს და ეს სამუშაოები ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სწორედ ახლა იმისთვის რომ სარწყავი სეზონისთვის ამ სოფლებს მიაკეთეს საშუალება რომ მათი მიწა მოიწყოს. მას მერე რაც აშენდა ეს მაგისტრალური არხი პრაქტიკულად არ ჩატარებულა ამ მასშტაბის სამუშაოებს გულისხმობ მე. ეს გაუმჯობესებს წყალმომარაგებას, რომელიც ითვალისწინებს 8000 ჰექტარის მორწყვას